კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ გადაცემას სტუდია ნომერ 8. ჩვენ ამ გადაცემის ამ ნაწილშიც საერთაშორისო ურთიერთობებზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრებთ და ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი იქნება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და გაეროში ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი. მოგესალმებით, გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ყოველთვის ხარ ჩემი ძალიან საინტერესო და საყვარელი რესპონდენტი და ყოველთვის სასიამოვნოა შენი შეფასებების მოსმენა. პირველ რიგში დღეს მუდმივად ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის გადადგომაზე მოვისმინეთ გუშინ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია და რა კითხვის ნიშნები გაგიჩნდა, როდესაც ამ ინფორმაციას გაიცანი და ზოგადად რა შთაბეჭდილებას ტოვებს ის, რომ ვადაზე ადრე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას იღებს. ეს არის ვთქვათ დამოუკიდებელი მისი გადაწყვეტილება თუ ეს არის იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამოწვეული, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და ვთქვათ თანხვედრა არ აქვს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკასთან თუ ზოგადად ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პოლიტიკის ნაწილი. მოგესალმებით ლიზა, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია ისევ ობიექტივზე თქვენთან ერთად ყოფნა. მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა არის, მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ნამდვილად ბრწყინვალე და უალტერნატიო. ვფიქრობ, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება 33 წლიანი დიპლომატიური კარიერა ამით დაასრულა და დაასრულა უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური ნაბიჯით. წელიწად ნახევარია, რაც ელჩის თანამდებობას იკავებდა საქართველოში 2023 წლის ოქტომბერში დაინიშნა და როგორც წესი 3 წლით ინიშნებიან ხოლმე შეერთებული შტატების ელჩების. შესაბამისად 26 წლის ოქტომბრამდე მას ჰქონდა ვადა. ეს იქიდან გამომდინარე, რომ მისი დანიშვნა ბუნებრივად იყო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში და ამიტომ ბუნებრივად ახლა მომდევნო წელიწად ნახევარი კიდე იქნებოდა. თან ღიად თქვა მანამდეც და ახლაც დააფიქსირა, რომ მისი ადმინისტრაციის მხრიდან გაწევა არ ყოფილა და აჟღერებს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას. თუმცა ჩვენ ყველა ვნახეთ და ვხედავთ სპეკულაციებს საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ის მაინც არ წარმოადგენს ტრამპს და არის ბჭყალებში ბაიდენის გუნდის ნაწილი და ბჭყალებში რაღაც deep state-ის მათი გამოგონილი რეალობის ნაწილი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ელჩის გაწვევა მოხდებოდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გარკვეულწილად ირიბად მაინც ქართულ ოცნებას ექნებოდა საფუძველი ეთქვა, რომ დასტურდება მათი ეს პოზიცია, რომ deep state-ის წარმომადგენელია ეგრეთ წოდებული, ანუ ვითომ ტრამპთან დაპირისპირებული დიპლომატის. მეორე მხრივ, თუ დარჩებოდა ამ პოზიციაზე, წელიწად ნახევარი იქნებოდა ისევ სპეკულაციები, რომ არ ემთხვევა ელჩის და პრეზიდენტის პოზიცია, რაც შეუძლებელია. უბრალოდ დიპლომატიური პროტოკოლით, ჩემი სპეციალობაა მათ შორის, შეუძლებელია, რომ ელჩი აქ საკუთარ პოზიციას კი არ წარმოადგენს. ქვეყანას წარმოადგენს და იქ როცა იცვლება ვითარება ელჩიც ადაპტირდება ნებისმიერ ამაზე. ამიტომ ამ სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით პრაქტიკულად სივრცე შექმნა ქალბატონმა რობინ დანიგანმა და ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ სივრცის მეშვეობით. ეხლა ტრამპს ექნება საშუალება თავისი ელჩი დანიშნოს და ამით დაასრულოს ყველანაირი სპეკულაცია, რაც ჰქონდა ქართული ოცნების გუნდს. კი ბატონო, და ალბათ შენც ახსენე ის კრიტიკა და ის დამოკიდებულება, რომელიც ქართულ ოცნებას ჰქონდა დანიგანის მიმართ, არის ერთ-ერთი მიზეზი იმ მიზეზებს შორის, რომელიც ჩამოთვალე იმისა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. ქართული ოცნების დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ თქვათ ახალი ელჩი მოვა და მასთან უკეთესი ურთიერთობა ექნებათ, რამდენად სწორია, იმიტომ რომ ეს ზედაპირულად ვერ შევხედავთ ამ საკითხს, როდესაც ელჩებზე გვაქვს საუბარი, უნდა ბუნებრივია ვიცოდეთ, რომ ის ადამიანები რაღაცნაირად პერსონალურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ ასე შემთხვევაში და ისინი არის წარმოადგენენ სახელმწიფოს და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და მისი სახელი და შეთანხმებულად სინქრონულად მუშაობენ. და არ შემიძლია არ კითხო ასევე შეხვედრაზე, რომელიც რობინ დანიგანს უნდა ქონოდა ბიძინა ივანიშვილთან ინიციატივა იყო ყოველ შემთხვევაში და უარი მიიღო. არის თუ არა ეს რაღაცნაირად ერთ-ერთი მიზეზიც, როდესაც ბოლო დროს მას ჰქონდა ამის მცდელობა, როგორც ჩანს უნდოდა საუბარი იმ შიდა პოლიტიკურ თუ ასე ვთქვათ დამოკიდებულებაზე, რომელიც ბოლო დროს არსებობს, საუბარი ყოველთვის რაღაც კონკრეტულ შედეგზე გადის ხოლმე და დისკუსია აუცილებელია, როდესაც რაღაც დაძაბული მდგომარეობა. ეს იყო თუ არა ერთ-ერთი კიდევ კარგი შესაძლებლობა, თქვათ იმის ფარგლებში, როდესაც ქართული ოცნება გვეუბნება, რომ მე მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყება, სიტუაციის გადატვირთვა და ასე შემდეგ და ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა თუ არა ქართულმა ოცნებამ საკუთარი ამ დამოკიდებულებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა და ამის შესახებ გავიგეთ ჩვენ პრაქტიკულად წინა კვირას.
კი ბატონო. იქედან გამომდინარე, რომ პრინციპში კომუნიკაცია ელჩს შორის და რეალურ de facto მმართველ შორის საქართველოში ბიძინა ივანიშვილს შორის აღარ იყო შესაძლებელი, მე ვფიქრობ ელჩის ეს გადაწყვეტილებაც ქმნის სივრცეს იმისთვის, რომ გარკვეული გადატვირთვა იყოს. ანუ დაინიშნოს ტრამპის მიერ ახალი ელჩი, რომელიც ეცდება გარკვეულ კომუნიკაციას. თუმცა მან არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ბიძინა ივანიშვილის წინაპირობა რაც თავის განცხადებაში, საპასუხო განცხადებაში საჯარო არის და ყველამ წავიკითხეთ, არ უკავშირდებოდა ელჩის შეცვლას, არამედ უკავშირდებოდა მისი თანხების, მისი ფინანსების, ესე იგი შვეიცარიული ბანკიდან გადარიცხვას. აქ არის მნიშვნელოვანი კითხვა. ბიძინა ივანიშვილი შეიძლება სჯეროდეს, რომ ამერიკა აკონტროლებს შვეიცარიულ ბანკებს მაგალითად, მაგრამ რეალობა ესეთი არ არის. სასანქციო სისტემა შეიძლება ვრცელდება მაგალითად დოლარის სისტემაზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამერიკას შეუძლია შვეიცარიული ბანკებისთვის განკარგულების მიცემა ბიძინა ივანიშვილის ფულთან დაკავშირებით, როგორ მოიქცნენ. ამერიკას შეუძლია სანქციები დააწესოს რომელიმე პირზე და შესაძამე შვეიცარიულ ბანკსაც და სხვა ბანკებსაც არ ექნება სურვილი ამ პირთან კომუნიკაციის, რომ სანქციების ქვეშ არ მოყვნენ ამერიკული, მაგრამ არავინ პირდაპირ ამერიკა არანაირ უცხოურ ბანკს პირდაპირ არ მართავს. ასე რომ ბიძინა ივანიშვილის ადრესატი ამ შემთხვევაში, როცა ამერიკას სთხოვს, ან მოსთხოვს, რომ მისი თანხების საკითხი მოგვარდეს და მერე შეხვდება ელჩს ამის გადაწყვეტა და ელჩი ახლა ვისი წარმომადგენელია სახელმწიფო დეპარტამენტის, ხო, მარკო რუბიოსი, რომელიც ასევე ტრამპის გუნდის ნაწილი, ანუ ამ ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ შვეიცარიული ბანკის საკითხის გადაწყვეტა, აი რომ ძალიან ცუნდოდეს. ამიტომ ახალი ელჩი როცა იქნება, იმასაც არ ექნება საშუალება, რომ გადაწყვიტოს შვეიცარიული ბანკის საკითხი და თუ ივანიშვილისთვის მთავარი წინაპირობა, რომ ამერიკელებს შეხვდეს არის ეს ფულის საკითხი, ძალიან რთული იქნება. შეიძლება ახალ ელჩსაც უთხრას უარი. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის დანიშნული იყოს და რა იცვლება მაშინ მაგით. ერთადერთი რაც იცვლება არის ჩემი აზრით ის, რომ ამ შემთხვევაში სპეკულაციები იმაზე, რომ ტრამპის პოლიტიკას ეს არ ემთხვევა როგორმე, ან ტრამპის ზურგს უკამ ჭყალებში რაღაცა deep state-ი აწარმოებს ქმედებებს, ეს უბრალოდ გაქაწყლდება, მაგრამ გულწრფელად გეტყვით რა, მე არ მათ შორის არ გამიკვირდება, რომ მაინც გააგრძელონ ეს პოლიტიკა. აი ტრამპი დანიშნავს ახალ ელჩს და იმასაც deep state-ობას დააბრალებენ და რა ქართულ ოცნებას არ გაუჭირდება ნებისმიერ რაღაცას იტყვიან, ასე რომ ლოგიკა რა არის ქართული ოცნების სტრატეგია, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ აუცილებელია გადატვირთვა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, როგორ აპირებენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ამაზე გვესმის მათი მხრიდან აპელირება, მუდმივად ამაზე საუბრობენ, რომ მნიშვნელოვანია ძალიან ურთიერთობების გადატვირთვა, რას გულისხმობს თავიდან პირვანდელ ურთიერთობებს, რომელიც ალბათ ჰქონდათ ხომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თავიდან დაწყებას ურთიერთობის როგორ აპირებენ ამ ყველაფერს, როდესაც რაღაცნაირად სტრატეგია არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ გავიგეთ, რომ წერილებს წერენ აქაც საელჩოში გაგზავნიან სხვა რა დათმობას და კომპრომისს თავაზობენ თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ ვიცით მათი დამოკიდებულება, რეზოლუცია იქნება, ეს თქვათ მეგობარი აქტი იქნება თუ კონკრეტული სენატორების შეფასებები იქნება, ვიცით რა დამოკიდებულება აქვს ქართული ოცნების პოლიტიკის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების თქვათ სახელმწიფო დეპარტამენტს და ელჩების სხვაობით, ასე ვთქვათ, ელჩების შეცვლით ის დამოკიდებულება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, ბუნებრივია უნდა იაზრებდნენ, რომ არ იქნება ეს მოსალოდნელი და მათი ასეთი ვარაუდი ძალიან მარტივი მიდგომა ვითარების მიმართ. რას ელოდება ქართული ოცნება ამერიკის შეერთებულ შტატებისგან, რომ ახლა ტრამპი მოიცლის ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ მას უამრავი საკუთარი შიდა პოლიტიკური საქმეები აქვს, ომის შეჩერების, ასე ვთქვათ, პერსპექტივებს განიხილავს და ამ დროს ჩვენ ქართული ოცნება გვეუბნება, რომ ტრამპისგან პასუხს ელოდებიან, რომ წერილი უნდა წაიკითხოს, შეფასებები უნდა მიიღოს. აი ეს ასე მარტივად აღსაქმელი და გასაკეთებელია, როგორც ელოდებიან? კარგი და საინტერესო კითხვა არის. პასუხი არის ძალიან მარტივი სინამდვილეში. ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა საქართველოში უკვე დიქტატურა და ეხლა უნდა ამ დიქტატურის აღიარება შეერთებული შტატების და ევროკავშირის მხრიდან. ეს დიქტატურა ავტომატურად აღიარებულია დიქტატორული სახელმწიფოების მხრიდან. ჩინეთი, რუსეთი, თურქული კავშირის წევრი სახელმწიფოები, სამეზობლო იძულებით, ვინც ჩვენი მეზობელია, არაბული ქვეყნები, ირანი, ანუ ყველა ავტორიტარული ცენტრი. ამის მიღმა დედამიწაზე ძალაუფლების ცენტრი რჩება შეერთებული შტატები
ევროკავშირი, გლობალური დასავლეთი, ასე ვთქვათ, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, კანადა, რომელიც არ შედის პირდაპირ, ხო, ევროკავშირის წევრები არ არიან. იაპონია და ასე შემდეგ. ხო, შესაბამისად, დღეს ქართული ოცნებისთვის არის პრიორიტეტი, რომ აიძულოს აი ამ ქვეყნებს აღიარონ ის რეალობა, რომელიც საქართველოს ჩამოყალიბებულია. აღიარონ დიქტატურა, შეეგუონ დიქტატურას, შეეგუონ იმას, რომ საქართველოში მართველი ერთადერთი არის და იქნება ბიძინა ივანიშვილი, ერთადერთი ვისთანაც უნდა განიხილონ, საქართველო როგორც რაღაც ნივთი უნდა იყოს აღქმული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საკუთრება და ნებისმიერი საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს, ბიძინა ივანიშვილთან უნდა მოგვარდეს. რეალურად ეს გავს საქართველოს აზერბაიჯანიზაციას ან თურქმენეთიზაციას, არანაირი შეურაცხყოფას მიყენებისთვის არ ვიყენებ ამ სიტყვას ცხადია. უბრალოდ მოდელს აღნიშნავ, იმიტომ რომ აზერბაიჯანში, თურქმენეთში არის ესეთი დიქტატურა და იქ აღიარებენ ამ დიქტატურას. ხო, თქვენ ვერ ნახავთ იმას, რომ შეერთებული შტატები ან ევროკავშირი ილჰამ ალიევის ძალაუფლებას არ აღიარებენ. ამას ვერ ნახავთ. თუმცა არის კრიტიკა ადამიანის უფლებებზე, მაგრამ ესმით, რომ იქ ასეთი მოდელი არის მოწყობილი და ხალხის პოზიცია სულ სხვა არის. ჯერ ერთი სულ დიქტატურაში იყვნენ, დემოკრატია არც ყოფილა და არც პერსპექტივები ჩანს და არც სურვილი ხალხის, ანუ მიდგომა არის სხვა. არც თავს მოიაზრებენ ევროპულ ცივილიზაციად. საქართველოში ვითარება არის სხვანაირი. ჯერ ერთი ჩვენ დემოკრატია გქონდა. თან როდის 1918-21 წლებში მაგალითად. ასევე დამოუკიდებლობის აღდგენიდან ზვიად გამსახურდიდან პრაქტიკულ დემოკრატიის მიმართულებით მივდიოდით. ამავდროულად ევროკავშირისკენ და ევროპული ცივილიზაციისკენ მივდიოდით ყოველთვის და თავს მოვიაზრებთ ევროპულ დემოკრატიული სივრცის ნაწილად. შესაბამისად, დასავლეთისთვის აღიარება იმის, რომ არა, საქართველო აღარ არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, საქართველო აღარ არის დემოკრატიული, ჩვენი ოჯახის ნაწილი და არის იმ ავტორიტარულის ნაწილი და ჩვენ უნდა ვაღიაროთ ბიძინა ივანიშვილი ავტორიტარულ მმართველად, არის ძალიან რთული გადაწყვეტილება. აი საინტერესოა, როდესაც აი დიქტატურაზე საუბრობ, რომელიც დამყარდა საქართველოში ბოლო დროს, რა მიგვანიშნებს ამაზე, რომ აი ამ გზას ადგას ქართული ოცნება, იმიტომ რომ ჩვენ გვიყურებს ძალიან ბევრი ქართული ოცნების ამომრჩეველი მხარდამჭერი, ამას ვერ უაყოფთ, მოდიეთ გვირეკავენ ხოლმე ტელეფონზე, სადაც ინტერაქტიული გადაცემები გვაქვს და მათ აქვთ თავისი სიმართლე, თავისი დამოკიდებულება და შეფასებები. აქედან გამომდინარე გეკითხებით და არა ჩემი პოზიციიდან, თქვა რა მიგვანიშნებს იმაზე, რომ თქვენი თქმით დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე დგას ქართული ოცნება, აი რა ნიშნები არსებობს, თქვა კანონ პროექტებს გულისხმობთ თუ რას გულისხმობთ, როდესაც ასე საუბრობთ? თუ ჩვენ ავიღებთ დღეს ჩვენთან არსებულ აი სიტუაციას საქართველოში, პირველ რიგში ნახავთ, რომ კლასიკური სცენარი მიმდინარეობს დიქტატურის დამყარების. ანუ ეს ერთადერთი კი არა, ეს ხო სტანდარტული რაღაცა არის, ანუ ბევრ ქვეყანაში ხდება და ჩვენ შეგვიძლია მარტივად შევადაროთ, ხო? მთლიანი სახელმწიფო სისტემის ძალაუფლების კონსოლიდაცია მოხდა. ანუ მთელ სახელმწიფო სისტემას დღეს აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს ერთი პარტია და იმ ერთ პარტიას მთლიანად აკონტროლებს ერთი ადამიანი. პარლამენტი, რომელიც კომუნისტური პარტიისგან იმით განსხვავდებოდა და საბჭოთა კავშირისგან რომ იყო მრავალპარტიული, იქ თვითონ შიგნით პარლამენტში დღეს არის ერთპარტიული და არანაირი დისკომფორტი ამ ერთპარტიულობის არ აქვს და საქართველოს არ არის ერთპარტიული ნამდვილად. იქ უმრავლესობა ვის ეკუთვნის კიდე საკითხავია, 46% მათივე დათვლილი შედეგებით არის მათ წინააღმდეგ, ეს ხო ფაქტია წინაარჩევნებზე, ანუ განსხვავება არის მცირედი, ორ ნაწილად არის გაყოფილი საზოგადოება, ეს არის მათი ციფრები. უკვე თუ იმას არ ვიტყვით, რომ ჩემი შეფასებით და ძალიან ბევრი ადამიანის და მტკიცებულებით გააყალბეს ეს არჩევნები და შედეგები, იმიტომ რომ შეგახსენებთ წინა არჩევნებზე 48% ჰქონდათ შედეგი, ეხლა 54, ანუ მოემატათ რეიტინგი. საკითხავია სპირიკით სავარაუდოდ და ამას ბევრი რაღაც მტკიცებულება არის. თუმცა ჩვენ თუ ავიღებთ ალტერნატიული პოზიცია რა არის? მაგ არის პოლიტიკური პარტიები, რას აპირებენ? ყველა პრაქტიკულად პოლიტიკური პარტიის აპირებენ ნაციონალური მოძრაობის ნაწილად გამოცხადებას. მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის თემა იყო აქტუალური 2012 წელს, ქართულმა ოცნებამ გამოიყენა ეს წინა ხელისუფლების საკითხი, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო და ყოველ არჩევნებზე იყენებდა ნაციონალების ლოგიკას, გახსოვთ ბანერით და მუშაობდა, მათ ჭირდებოდათ. ეხლა როცა 13 წელი გავიდა, თაობა გაიზარდა და საერთოდ აღარ არის რელევანტური დანაშაულების მხრივ, მათი დანაშაულები და კორუფცია გაცლებთ მნიშვნელოვანია ეხლა ვიდრე 20 წლის წინანდელი საკითხების ეხლა განხილვა.
უნდათ იმ ადამიანების გასამართლება, ვინც ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში საერთოდ არ იყო. ხო ფაქტია, ჯერ გახარიას და ძლიერი საქართველოს ლელოს მოწვევა იმ კომისიაზე, როგორც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებისთვის პასუხებელი, ხო, აბსურდია და მათი დაკავების მიზნით იყო. ასევე ეს უკავშირდება პრინციპში იმ ადამიანებსაც, ვინც ამ კომისიის ფარგლებში დააკავეს, ხო, ზურა გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მელი არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში და ვინც იყო, ბევრი იჯდა ციხეში, ეს ფაქტია და გვარებით შემიძლია ჩამოთვალო, ხო? სააკაშვილი დღემდე არის ციხეში, მერაბიშვილი იყო ციხეში, ადეიშვილი გაქცეული არის გასაგები, ახალაია იყო ციხეში, ანუ ძალიან უგულავა იყო ციხეში, გვარამია იყო ციხეში, შესაბამისად რეჟიმი გარკვეულწილად თუ ესე აფასებენ თვითონ და ეს სურვილი ქონდათ რომ რეჟიმის გასამართლება, ეს გაკეთებული აქვთ. დღეს უნდათ ყველა პარტიის, ვინც მათ არ აწყობთ, ნაციონალურ მოძრაობას შეფასება ამ პრიზმაში, ამ პარტიების აკრძალვა, ლიდერებს უშვებენ ციხეში, საერთოდ აბსურდულად, ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაციებს კრძალავენ, მათ შორის ფიზიკურ პირებსაც გადადიან და სამოქალაქო საზოგადოებას შლიან მთლიანად. ზუსტად ამ პროცესში ჩვენ ხედავთ მედიაზე უზარმაზარ ზეწოლას, ეს ფინანსური დარტყმაც არის მედიაზე, რომ და ძალიან რთულია ჟურნალისტისთვის ის პასუხისგებლობა აიღოს თავზე, რაც გაწერილია ახალი კანონის მიხედვით. ან თქვენ უკვე თქვენ თავს უხერხულად. თქვენ უკვე ძალიან დაძაბული ხართ ახლა როგორც ჟურნალისტი, იმაზე ფიქრით, რომ ხომ არ დამაჯარიმებს რეჟიმი, სისტემა, რომელიც პრაქტიკულად გიზღუდავთ თქვენს როგორც ჟურნალისტს, თქვენს სიტყვის თავისუფლებას და რაღაცა იტყვით თუ არა, ჩემი აზრით, ყოველი თქვენი მოსაზრების წინაშე, ან შეფასების წინაშე, ეს ქმნის უკვე და ყველასთვის ქმნის თანაბრად დისკომფორტს. მეორე საკითხია, რომ როგორ აღსრულდება ეს, ვინმეს აქვს ილუზია, რომ მურუსიძის სასამართლო, რომელიც სააკაშვილის სასამართლოა და დაიტოვა ოცნებამ და გააძლიერა და თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მაშინ მურუსიძის სასამართლო უნდა იყოს პირველი პრეტენზია, რომელმაც ქართული ოცნება დღეს იყენებს ყველას წინააღმდეგ, ხო? ცხადია იმედის პოზიტივი საზმაუს და რუსთავიორის, ანუ რაც მათი პროპაგანდის სისტემა არის, იმის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული. შერჩევითად და ისევ დარწმუნებული ვარ ობიექტივის გადაცემებს ჩაუჯდებიან. მათ შორის ობიექტივის, იმიტომ რომ ერთი მომენტი არის, რომ მათ უნდათ ამ ადამიანებს, ვინც თავიდან რაღაც ლიბერალურ პოზიციებზეც იყვნენ ოფიციალურად, მე სოციალისტურ პოზიციებზეც იყვნენ, ეხლა კონსერვატიულ ბლოკში არიან გადმოსული ქართული ოცნება, ეს არის ყალბი ნარატივი. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით ამას. ობიექტივის ლოგიკა მაგალითად ყოველთვის თანმიმდევრული იყო. ქართული ოცნება არ იყო თანმიმდევრული. როცა აწყობთ, რა თემაც აწყობთ, ხედავენ რომ რაღაცა ეს თემა შეიძლება ეხლა აქტუალურია და ამ თემას უბრალოდ იყენებენ. ამიტომ მათ შორის არა მხოლოდ ებრძვიან, ასე ვთქვათ, ლიბერალურ პოლიტიკურ ძალებს, არამედ კონსერვატიულ პოლიტიკურ ძალებსაც ებრძვიან. და ჩვენ ხედავთ, ნუ საზარელი ამბავი არის ეხლა წარმოუდგენელი. ჯერ ერთი ხო ჯარიმების ამბავი პროტესტზე, ხო? 5,000 ლარიანი ჯარიმები. სად არის ჩვენ ქვეყანაში ეგეთი ხელფასები ერთი დღისთვის რომ 5,000 დაჯარიმებენ, მე აგერ შორს არ წავალ და მადროს ვიყავი ახალგაზრდობის წარმომადგენელი და ვიცი კანონები ძალიან კარგად იურისტიც ვარ, მაგრამ 5,000 ლარი დამაჯარიმეს და ეხლა კიდევ ერთხელ დამაჯარიმეს 5,000 ლარით. ანუ და ყველას ესე აჯარიმებენ, უკვე იძულებული ხარ რომ შენ ამ თვალთვალის მექანიზმების წინააღმდეგ რაც არის კამერები და ასე შემდეგ. თუ გინდა რომ პროტესტი იყო და ნახეთ სააკაშვილის პერიოდში ძალიან კარგად გვახსოვს ყველას, ხო? პროტესტის გარკვეული კერების საშუალება მაინც იყო. ხო იყო გარკვეული წინააღმდეგობა, მაგრამ საბოლოო ჯამში პროტესტის აკრძალვა აზრად არ მოსვლია როგორც ასეთი. დარბევები იყო, მაგრამ ეხლა 10 დღე დარბევა მოგვიწყეს დეკემბერში. მაგრამ ეხლა არის პროტესტის აკრძალვა. რუსთაველზე გასვლა უკვე სახე თუ არ გაქვს დაფარული იმ რუსთაველზე თუ დადგები, 5,000 ლარიანი ჯარიმა SMS-ით მოგივა. წარმოუდგენელი ჩინური ამ კამერების მეშვეობით. და ბოლო დიქტატურის ელემენტი დღეს რაც დაიწყო, რომ სოციალურ ქსელებში უკვე Facebook-ზე თუ რაღაცას დავწერ, უნდა დავფიქრდე ამის გამო ხომ არ დამაჯარიმებს მურუსიძის სასამართლო ქართული ოცნების საჩივრით. ანუ სივრცე მთლიანად ნებისმიერი ალტერნატივის პოლიტიკური იქნება არასამთავრობო მედია, სამოქალაქო პროტესტი, ონლაინ სივრცე ყველაფერი ქრება. ამ ვითარებაში ან და ბოდიში ნიშნულოვანი ბევრი რაღაც შეიძლება გამომრჩეს, მაგრამ ერთი რაც არ უნდა გამომრჩეს ნამდვილად ის არის, რომ აქტივისტებს უკვე უშვებენ ციხეში ადმინისტრაციული პატიმრობით. 19 წლის გოგოები არიან ციხეში. 6 წლის იყვნენ, როცა ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. ახლა მათ რო ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირის დააბრალება, ალბათ სულელი უნდა იყო რეალურად. 19 წლის გოგოები დღეს ზიან ციხეში. თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე, ალბი კორძაია და კიდევ სხვებიც. ხო და
რამდენი პოლიტპატიმარი ყავს? 50 პოლიტპატიმარი ყავდა და ჩვენ ვითხოვდით რომ გავაჯანსავთ, აი გადატვირთვაზე ხო იყო საუბარი. გამოვშვით პოლიტპატიმრები, დავიწყოთ საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე, დავიწყოთ საუბარი ზოგადად ახალ არჩევნებზე, ანუ გამწვირთოთ ეს რეალობა. საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავთ რომ სამწუხაროდ პირიქით სრული დიქტატურისკენ წავიდა და მე მწუხვარ თუ ვინმეს გონია რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, ან თუ ვინმე ქართული ოცნების მხარდაჭერსაც კი, აი გულწრფელად ვეუბნები, თუ გონიათ რომ ეს საქართველოს უკეთეს რეალობას მოიტანს, როცა იქნება ერთადერთი ჭეშმარიტება ბიძინა ივანიშვილი და სხვა აზრი არ იქნება, შეიძლება რაღაცაში თქვენი პოზიცია დღეს ემთხვევა მასთან, მაგრამ როგორც კი ხვალ არ დაემთხვევა და გახსოვთ ესეთი ძალიან ბევრი ინიციატივა ქონდა ქართულ ოცნებას. ჩვენ ხო გვახსოვს რომ თავის დროზე ქართულმა ოცნებამ ისეთი ინიციატივები დააყენა, რომ საზოგადოება იყო წინააღმდეგი მაგის ნაწილობრივ. შემიძლია მაგალითებიც მოვიყვანო. გახსოვთ ალბათ რომ კანაფის მიმართულებით ბიძინა ივანიშვილს უნდა ამის ექსპორტის მოწყობა და საპატრიარქოც კი იყო წინააღმდეგ. და არ წავიდა მაგაზე, ხო ასეა? მაგრამ წარმოიდგინეთ რეალობა მაგალითად, აი კონსერვატიულ ამორჩეველს ვეუბნები ახლა, რომ არანაირი მეორე აზრი, არანაირი წინააღმდეგობა, პროტესტის უფლებაც არ გაქვთ, Facebook პოსტის დაწერაც უფლებაც არ გაქვთ. ხვალ ბიძინა ივანიშვილს აზრად რა მოუვა ქართული ოცნების ამ მის წარმომადგენლებს და რას გააკეთებენ, ამის წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს ვეღარ გააკეთებს. და საერთოდ ხელისუფლების ცვლილება საქართველოში წარმოუდგენელი ხდება ამის მერე. აი თუ შეიძლება ჩვენს მაყურებელს უფრო მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ, ვუთხრათ რაზე ვსაუბრობთ და ქართული ოცნება იმ მოქალაქეებს უჩივის, რომლებიც სოციალურ ქსელში მთავრობას ლანძღავენ. მაგალითად, ახალი კანონით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა პატიმრობით ან ჯარიმით ისჯება. მოკლედ ეს არის ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო სოციალურ ქსელებში სტატუსებს, აი მარტივად რომ თქვა, უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ვინ რა ფორმით შეადგენს, რა სიტყვებს გამოიყენებს და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ ის ტელევიზია, რომელიც ნამდვილად არ ვართ მომხრე, რომ ვიღაცა საჯაროდ ლანძღოთ, ვაგინოთ, ან ასე შემდეგ. ყოველთვის გამოვირჩევით კორექტულობით და ამას ჩვენს მაყურებელსაც მოვუწოდებთ ხოლმე შეფასებების დროს, როდესაც ინტერაქტიული გადაცემები გვაქვს და ბუნებრივია ეს მოსაწონია, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გარჩევა, როდესაც ვიცით რომ ძალიან ბევრი, ვთქვათ, ტროლი, ბოტი არსებობს, ძალიან ბევრი ადამიანი არ არის ასეთ დროს ხო შეზღუდული, რასაც უნდა იმას წერს საკუთარ სოციალურ ქსელში და ეს რაღაცნაირად სიტყვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა ამ დრომდე ჩვენთვის ადამიანებისთვის, ჩვენს პირად სოციალურ ქსელში რას დავწერდით და როგორი შეფასებები გვექნებოდა. კი, უნდა ვიყოთ კორექტულები და ბუნებრივია, უნდა გამოვხატოთ სათქმელი ზომიერების ფარგლებში, მაგრამ ამას ძალიან ბევრი ადამიანს ვერ დაავალდებულებ და დღეიდან რაღაცნაირად იქმნება სურათი, რომ ნებისმიერი ადამიანის შეიძლება ან ციხეში ჩასმა, ან დაჯარიმება. აი კიდევ ერთი მაგალითი აი ამ პროცესში, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ იმ ყველაფრისა, რაზეც ისაუბრეთ, მართლაც აი ამ გადაწყვეტილებებით სადამდე შეიძლება რომ მივიდეს ჩვენი ქვეყანა. წარმოუდგენელი ამბავია სინამდვილეში. აი უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ესეთი რამე გაეკეთებინა მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე, რომ აეკრძალა მისი კრიტიკა, გინება. ძალიან ბევრი რამე აქვს ცუდი გაკეთებული და ამიტომ აი ამას ვერ წარმოვიდგენ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი მგონია იმ ყველაფერთან, რაც მას აქვს დაშავებული და გაკეთებული. მაგრამ მისი კრიტიკა ხო არ იყო აკრძალული. ანუ შეცდომები და ამ შემდეგ კრიტიკა ხო არ იყო აკრძალული, როგორც ასეთი. და მე ამაზე არ ვსაუბრობ, კაი, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დღეს, მაგრამ წარმოიდგინეთ რა ტიპის მიდგომას ამკვიდრებს. აქამდე ნებისმიერი ხელისუფლების მარტო სააკაშვილზე რატო ვსაუბრობთ? შევარდნაძის ხელისუფლება აიღე, გამსახურდიას ხელისუფლება. კრიტიკა იყო აკრძალული ამ ხელისუფლებების? არა. ანუ ჩვენ შემოგვაქვს ისეთი ეხლა სივრცე საერთოდ, რომელიც არასდროს არ ყოფილა საქართველოში, რომ შენ კრიტიკას კრძალავ, იმიტომ რომ ეხლა ტროლი და ბოტი ნამდვილად არ არის მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც პარლამენტის შენობაში ცნობილია გამონათქვამით ჩვენსა და თქვენ შორის რუსულ საქმეს ვის აკეთებს, ხო? და გინებით პრაქტიკულად, ანუ პარლამენტის შენობიდან. შესაბამისად, ამ პირობებში, როცა თავად ქართული ოცნება ყოველთვის იყენებდა გინებებს და ასე შემდეგ, ეხლა შერჩევითად შენ საკუთარ წარმომადგენლებს, რომ ეს არ შეეხება და შეეხება, ვისაც შენ მოგინდება, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ხო ძალიან ფართოა, დაიცა ეს ორმხრივი პროცესი არის, ქართული ოცნების წარმომადგენლები და მხარდაჭერებიც სავარაუდოდ კი არა, ლანძღავენ ასევე ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასაც. ანუ ეს ბუნებრივი პროცესი არის. სოციალურ მედია ნამდვილად სწორად თქვით, რომ ეს არის სიტყვის თავისუფლება, ანუ რაღაც საზღვრებს არ ცდება, მაგრამ ადამიანებს ზოგიერთს ესეთი მე მომხრე არ ვარ მაგის ზოგადად. მაგრამ იმას ვამბობ, რომ ეს
ასეთი მდგომარეობა იყო შექმნილი და დღეს როცა შენ შერჩევითად ასევე გინდა გააჩვენო გარკვეული საზოგადოება რომელიც შენ გაკრიტიკებს უკაცრავად მაგრამ ძალიან სახიფათოა შენ თუ ყველანაირ სივრცეს პროტესტის გზალავ მე ხლა ვამბობ არა როგორც ამ პროტესტის მონაწილე, არამედ ცოტა შორიდან ვცდილობ თქვა როგორც სახელმწიფო ასე ვთქვათ მმართველობის სპეციალისტი. შენ როცა პროტესტს, რომელიც ძალიან ბუნებრივი პროტესტი არის და ყველას გვესმის რომ ეს პროტესტი არის მნიშვნელოვანი მათ შორის რომ არსებობდეს, იმიტომ რომ იმ ვითარებაში რომელშიც ვართ, გარდა მტეხ ვითარებაში, აუცილებელია რომ თუნდაც თუ ავტორიტარიზმის ელემენტები შემოდის, მინიმუმ ეს დაბალანსდეს. თუ შენ ყველანაირ სივრცეს გააქრობ ამ ალტერნატივის ამ ადამიანების რეპრესიები მოგიწევს 37 წლის მსგავსად. ან თუ ამ ადამიანს არ ექნება საშუალება რომ თავისი ბრაზი რომელიც დღეს სოციალურ ქსელში მიდიოდა, რომელიც დღეს რუსთაველზე დგომით მიდიოდა, სადმე სიტყვის თავისუფლებით, სხვაგან უნდა მიმართოს, სხვაგან მიმართავს ეს ადამიანი. აბა როგორ წარმოგიდგენთ ის ბრაზი მოკვდება, მაშინ ყველას რეპრესიები მოუწევს. 37 წლის თავიდან მოწყობა მოუწევთ მათ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მათივე დათვლილი 46% არის მათ წინააღმდეგ. უკვე არ ვამბობ რომ მეტი და მაგის მერე რეებიც იკადრეს ახლა ბოდიში სააკაშვილის შეცდომებზე როცა ვსაუბრობთ 7 ნოემბერი მაგალითად, ხო? 10 ზედი 7 ნოემბერი რომ მოგვიწევს რუსთაველზე და ცემა და ტყეპით და 500 ადამიანი რომ დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტებს პირდაპირ ცემეს და რა გაუკეთეს, ხო? არც ერთი პოლიციელი რო არ არის მაგაზე დაკავებული. ეს ხო პრობლემა არის. ეს ხო ჩვენ თუ ვაკრიტიკებთ იმათ რომ თავის დროზე რომ პოლიციელებს ძალადობა იყო პოლიციელების მხრიდან და გადამეტებული ძალა და ასე შემდეგ. ეხლა როცა ეს ხდება და საფრთხე არის ამის, როგორ შეიძლება ამას ჩვენ ყურადღება არ აი, ბატონო, ყოველთვის ვეძებთ ხოლმე გამოსავალს გზაში და გადაცემებში და აი რაღაც გზა რომ დავსახოთ, რომელთაც ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს ხოლმე. როდესაც თქვენს ხაზი გავუსვით მაგალითად მიხეილ სააკაშვილის მმართველობის რეჟიმს და ზოგადად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის რეჟიმი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ახლა იმ კომისიაზეც ყოველდღიურად შეხსენება ხდება ამ ყველაფრის. აი, ამდენი წლის მერე კიდევ ერთხელ რაღაცნაირად აი სერიალივით ვადევნებთ ამ ყველაფერს თავს. მე პირადად ძალიან კარგად ვიცოდი ეს ყველაფერი და ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვენნაირმა ადამიანებმაც იცოდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი გვსმენია, ბევრი გაგვიგია ამ სფეროში ვტრიალებთ და ვიცოდით, შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცოდა და ახლა უსმენს ამ ყველაფერს. რატომღაც მგონია რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საჩვენებელი ადამიანის ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა დავცინაკ რომ ეს ჩემი აზრია. მგონია რომ ეს არის საჩვენებელი მაგალითი ადამიანებისთვის შეხსენება იმის რომ აი რა ხდებოდა. კიდევ აი ამ პროცესში ვართ რომ ნაციონალური მოძრაობა როგორი ცუდი იყო და დღეს ქართული ოცნება როგორი კარგია. იყო ის რეჟიმი, არის ახლა დღევანდელი რეჟიმი და მუდმივად ქართველი საზოგადოება ქუჩაში ხო, ჩემი აზრით კი ბატონო, მუდმივად ქართულ საზოგადოებას ჩემი აზრით უწევს ქუჩაში ყოფნა. იმ სიმშვიდეს ვერ მიაღწია ერმა, იმიტომ რომ რუსთაველის მოედანი მუდმივად არის დაკავებული ადამიანების პროტესტით. როგორ შეიძლება ერი გავიზარდოთ, არ ვიცი რა შეიძლება უწოდო, პოლიტიკური დღის წესრიგი გამოსწორდეს, პოლიტიკოსები ადამიანების ასე ვთქვათ ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ, პატიოსანი ადამიანები გვყავდეს ქვეყნის სათავეში და პოლიტიკური ველი როგორ უნდა გავაჯანსაღოთ ასეთ მოცემულობაში, როდესაც მუდმივად გვიწევს საუბარი თუ რა შეცდომები იყო დაშვებული, რა შეცდომას ვუშვებთ ახლა და ასე შემდეგ. რა შეიძლება გაკეთდეს რომ ადამიანებმა ცხოვრება შეძლონ, განვითარება შეძლონ და მშვიდი მომავალი უზრუნველყონ. ძალიან კარგი კითხვაა. პირველ ეტაპზე უნდა შევაჩეროთ ის ავტორიტარიზმის და დიქტატურის დამყარება, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჯერ ერთი შევაჩეროთ ეს უკუსვლა. იმიტომ რომ უკუსვლაზე ღიად საუბრობენ, ხო? ევროკავშირის საგარეო საკითხების მთავარმა წარმომადგენელმა თქვა, რომ საქართველო არის მაგალითი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უკუსვლის. ანუ ეს კაფეო დაფიქსირებულია, რომ უკუსვლა ხდება საქართველოში. მეორე მომენტი არის, რომ ჩვენ გვჭირდება ის საიდკენაც პრინციპში მივდიოდით ამ არჩევნებით. ეს არის მრავალპარტიული დემოკრატიული მმართველობა. ჩვენი პარლამენტი უნდა ასახავდეს მრავალპარტიულ მმართველობას საბოლოო ჯამში. რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ პარტიას, ხო, თქვენ მიხეილ სააკაშვილის დროინდელ მმართველობას როცა აკრიტიკებთ, თავის შინაარსში რეალურად აკრიტიკებთ იმას, რომ ის ერთპიროვნული და ერთი პარტიის მმართველობა იყო. და შესაბამისად ძალაუფლება იყო ზედმეტად კონცენტრირებული. ზუსტად იგივენაირად დღეს არის ერთი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის მმართველობა, ძალაუფლება ზედმეტად კონცენტრირებული. ამის გამოსავალი იყო ის, რასაც ჩვენ
თავაზობდით საზოგადოებას მათ შორის და რომ არა არჩევნების გაყალბება რეალურად 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად 4 კოალიციური ძალა ძალიან ბევრი პარტიით მოდიოდა ხელისუფლებაში. მე საერთოდ მომხრე ვიქნებოდი, რომ ასევე კონსერვატიული ძალებიც ყოფილიყვნენ წარმოდგენილი და ქართული ოცნება არ ყოფილიყო ერთადერთი მონოპოლისტი კონსერვატიული იდეის, რაც განახორციელა, რაც არის ყალბი რეალურად. და აქაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია კონსერვატიულ ველზეც, რომ იყოს შესაბამისი, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნება, მაგრამ წარმოიდგინეთ პარლამენტი, სადაც 10 პარტია არის. წარმოიდგინეთ პარლამენტი, სადაც არც ერთს არ უკავია ისეთი უმრავლესობა, რომლითაც მართავს ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენ უკვე საჭიროება გაჩნდებოდა, რომ პარლამენტში ყოფილიყო ნამდვილი საუბარი, ნამდვილი განხილვა, პარლამენტი იქნებოდა ნამდვილი ორგანო. დღეს როგორი ორგანო არის პარლამენტი? მოდის პარტიული ბრძანება, ხმამიეცით კი ან არა, ამ ბრძანებას ასრულებენ. საერთოდ არ არის საჭირო არაფერიზე მსჯელობა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მთავრობა გვეყოლებოდა მრავალპარტიული. ვიღაცა რაღაცას როცა შეცდომით გააკეთებდა, იმ ერთი მინისტრის ცვლილებაზე იქნებოდა საუბარი. დღეს ისე ცვლიან მინისტრებს, რომ არც ვიცით რა გააკეთეს, არც ვიცით რა დააშავეს, არც თვითონ აინტერესებთ. უბრალოდ სახელებს და გვარებს ცვლიან და არანაირი შინაარსის გარეშე. ანგარიშვალდებულიც არ არიან ის მინისტრები ჩვენს წინაშე. შესაბამისად, იმისთვის რომ ჩვენ, ესეც კლასიკური მოდელი არის. ნახოთ ევროპაში ქვეყნები, რომლებიც ავტორიტარული ან ჰიბრიდული რეჟიმებიდან გადავიდნენ დემოკრატიაში, როგორ გადავიდნენ. ეს არის მრავალპარტიული დემოკრატიული პროცესი. და დღეს ივანიშვილის რეჟიმი მიმართულია იმისკენ, რომ ყველა გაქრეს, გაჩუნდეს, გარდა მისი ძალისა, პარტიისა და ასე შემდეგ. რაც არის ყველაზე ცუდი პროცესი. ამიტომ მე ვფიქრობ ამ პროცესში ყველა ერთად და მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველიც, იმიტომ რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი 2012 წელს 6 პარტიისგან შემდგარ კოალიციას აძლევდა ხმას. სად არის კოალიცია? 2016 წლიდან ბიძინა ივანიშვილმა დაშალა კოალიცია და ერთპარტიული მმართველობა დააბრუნა. ხო? შესაბამისად ივანიშვილი ზუსტად იმ შეცდომებს უშვებს, რა შეცდომები სააკაშვილმა დაუშვა. თუმცა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო მნიშვნელოვანი რეფორმები წინსვლა და საგარეო პოლიტიკაზე ახლა კითხვას არავინ სვავს, რომ დასავლეთისკენ მივდიოდით. დღეს საგარეო პოლიტიკისკენ ჩვენ მივდივართ რუსეთისკენ, გუშინ რუსეთის საგარეო დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ოფიციალურად მხარი დაუჭირა კიდევ ერთხელ ქართულ ოცნებას და თქვა, რომ ქართული ოცნება ეროვნულ ინტერესებს ატარებს. რუსეთის საგარეო დაზვერვამ იცის, რა არის ქართველების ეროვნული ინტერესები და ქართული ოცნება რომ მაგ ეროვნული ინტერესებით მოქმედებს. და რომ ლონდონი თურმე ცდილობს აქ გადატრიალების მოწყობას და ასე შემდეგ, ხო? ამით უბრალოდ ლუსტრაცია ხდება მათი ინტერესების, რომ შენ როგორ შეიძლება ოკუპანტთან, რომელმაც ქართველები გააძევა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომელიც აქ იმყოფება როგორც საოკუპაციო ძალა, შენი პრიორიტეტები არ შეიძლება ემთხვეოდეს. შეიძლება აწარმოებდე ისეთ პოლიტიკას, რომ არ კონდეს კონფლიქტი და ამის მომხრე არავინ არ არის, მაგრამ შეუძლებელია, რომ ის ღიად მხარს უჭერდეს რუსეთის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და ეს უკვე ცხადყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ზედმეტად პირდაპირ ამბობს საკუთარ ფულზე და საკუთარ საკითხებზე არის კონცენტრირებული და ესეც განასხვავებს მათ სააკაშვილისგან. შეიძლება სააკაშვილს ბევრი რაღაც დაუწუნო, მაგრამ საქართველოში იმყოფება, ციხეში იმყოფება ბევრი წელია და პოლიტიკოსი არის, პოლიტიკაში წარმოუდგენია თავი და ფიქრობს თავისი აღქმით, რომ ამით საქართველოსთვის იბრძვის. რა ჭრილში ნამდვილად იბრძვის და რა ჭრილში შეცდომები დაუშვა, ეს ცალკე საკითხია. ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მე ამერიკის ელჩად შეხვდები, იმიტომ ჩემი პირადი ფინანსები მაინტერესებს. მე საქართველოს მთლიანად გადმომეცით, თორე დავანგრევ ურთიერთობებს ამერიკასთან და ევროპასთან. და ერთი ფაქტორიც, თუ გახსოვთ, სენატორი რო იყო ჩამოსული ახლა ხანს შეერთებული შტატების, იმ სენატორს პირდაპირ კობახიძემ უთხრა და ეს მის გვერდზე წერია, რომ თუ გსურთ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გამოყენება, მაშინ უნდა აღდგეს ჩვენ ხელისუფლებასთან კონტაქტები, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ სტაბილურობას საქართველოში. ამას უბრალოდ გადავთარგმნით დიპლომატიური ენიდან. ჩვენ აქ დიქტატურა დავამყარეთ, თქვენ უნდა აღიაროთ ჩვენი დიქტატურა იმისთვის, რომ ჩვენ მოგცეთ საქართველოს ტრანზიტის გამოყენება. ჩვენ ვინ? ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას ყიდის საკუთარი დიქტატურის აღიარებისთვის. და საქართველოსთან უნდა მოწყობა პრაქტიკულად იმის, რაც მოაწყო თავის პირად სივრცეში, პირადი ქვეყანა უნდა კონდეს ამ ადამიანს. სააკაშვილს ეს აზრად არ მოსვლია. მართლაც. იმიტომ რომ პირადი ქვეყანა, ბოლოს და ბოლოს ის რადგან იყო ამერიკულ და ევროპულ ამ სისტემაში
იმას როცა თავისი დრო მოვიდა და იქედან კრიტიკა იყო რომ ეხლა უნდა დაასრულო შენი მმართველობა, ბუნებრივად წავიდა და დათმო ხელისუფლება, ეს უნდა დავუფასოთ 2012 წელს არჩევნების შედეგად. ბიძინა ივანიშვილს, რადგან თავი არ წარმოუდგენია არც ევროპაში, არც ამერიკაში და არც დემოკრატიულ მმართველობაში, ის უბრალოდ ფიქრობს, რომ საქართველოს უნდა გახადოს პირადი მისი შპს. აი ბატონ გიორგი, აუცილებლად უნდა მოვასწროთ და გაკითხოთ თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში, რომელიც უნდა გაიაროს ასევე ჩვენმა ქვეყანამ და საინტერესოა თქვენი შეფასება უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ამ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის ოპოზიციის გარკვეული ნაწილისგან, რომ ისინი არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და რომ ამით პროცესს ლეგიტიმაციას მისცემენ, ზოგადად არჩევნების საკითხის ლეგიტიმაციას მიანიჭებენ და ახსენეთ ქართული ოცნება მათი თქმით გამართლებული გამოვა და იტყვის, რომ აი სწორად მივდიოდი აი ამ დროის განმავლობაში. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს, რამდენად სწორი ნარატივია და როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია, უნდა მიიღოს თუ არ უნდა მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა. გარკვეული ტიპის ოპოზიციური პარტიებისგან უკვე ხედავთ და გვესმის, რომ ისინი აპირებენ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები, რომლითაც ხელისუფლება არ იცვლება. და საპარლამენტოთი იცვლება. ამიტომ აქტივობა ჩვენი მოსახლეობის ყოველთვის არის სხვა საპარლამენტო არჩევნებზე და ძალიან დაბალი არის თვითმმართველობის არჩევნებზე. გარდა ამისა, ადმინისტრაციული რესურსი თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ უფრო მეტ საშუალებას აძლევს მმართველ ძალას, რომ აიღოს იქ ხმები. მაგრამ პარალელურად ჩვენ უნდა ვნახოთ გარემო, რომელიც შექმნილია, ხო? გარემო უკავშირდება იმას, რომ ცესკოში კალანდარიშვილის ეს მმართველობა კიდევ უფრო გაფართოებულია, მათ შორის შეზღუდულია დამკვირვებლების ფუნქციები იმ წინა არჩევნებიდან მომავალ არჩევნებისთვის, იარაღის ტარების უფლება მისცეს ცესკოს დამშობლებს, პრაქტიკულად ძალადობრივი და ასე ვთქვათ, ძალოვანი სისტემა მხოლოდ გამყარებულია ამის მერე, მედია გარემო არის მნიშვნელოვნად გაუარესებული, პოლიტიკურ პარტიის ლიდერებს, ვინც მონაწილეობა უნდა მიიღოს ამაში, უშვებენ ციხეში პირდაპირ და რამდენიმე მაგალითი ამის არის ოქროაშვილიც, ესე იგი მელიაც და ზურაგირჩი ჯაფარიძეც და სხვებსაც ემუქრება, შესაბამისად პოლიტიკური პირები, ვინც უნდა იყვნენ ამაში ჩართული, იმათ გაუგებარი ლოგიკით, ჯერ ეს ხო არ არის გასამართლება. წინასწარ პატიმრობაში უშვებენ პოლიტიკურ პირებს, რომლებიც არცად გაქცევას არ აპირებდნენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი თავარი პოლიტიკოსები არიან და პარლამენტში ადგილები ეკუთვნოდათ საერთოდ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მანდატი მიიღეს, ეკუთვნოდათ ადგილები და ესენი პოლიტიკოსები არიან, ვინც პარლამენტში უნდა ყოფილიყო რეალურად. ამავდროულად თვითმმართველობის არჩევნებისთვის არანაირი გარემო არ შეესაბამება არც პოლიტპატიმრების გამოშვების კუთხით. არც რამე პოზიტიური ნაბიჯი რეჟიმისგან, რომ რაღაც დათმობაზე მზად არის, ხო? ეს პროტესტი, რომელიც 6 თვეა ყოველდღე გრძელდება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მარშით, ეს ხო არ ნახული. ისე იგი თქვენი საუბრიდან გამომდინარე მარტივად რომ ვუპასუხოთ კითხვას, არ ფიქრობთ, რომ არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ. ველი არანაირად არ შეესაბამება ამას, რომ მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, არანაირი აზრი მარტო თვითმმართველობის არჩევნებს არ აქვს. თუ საპარლამენტოც ინიშნება, რაც რჩება პროტესტის მოთხოვნა, მაშინ ამას ჩდება ლოგიკა, იმიტომ რომ შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილება. სრულად ვაკუუმში ხომ არ მოექცევა ოპოზიცია, როდესაც თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე კიდევ ერთხელ იტყვის უარს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი, არც თვითმმართველ ორგანოებში არ იქნებიან წარმოდგენილი და ქართულ ოცნებას საერთოდ არ უქმნის ეს დისკომფორტს, ხომ? ფაქტია, არ არის პრობლემა მათთვის. ისინი იღებენ კანონპროექტებს, ყოველდღიურად მიმდინარეობს, პარლამენტი ფუნქციონირებს და ასე შემდეგ, ხომ? ერთპარტიულად, თუმცა ფუნქციონირებს. ვხედავთ, აქედან გამომდინარე, ისევ ოპოზიცია ხომ არ დაზარალდება და დაზიანდება აი ამ გადაწყვეტილებით. ნახეთ, ოპოზიციას ყავს თავისი ამომრჩეველი, ეს 46% და გაცილებით მეტი რეალურად, რომლისთვისაც პრიორიტეტულია, რომ შენ ლეგიტიმაცია არ მისცე ამ ძალას. და პარლამენტში იმიტომ არ შეხედან, რომ 46% ქონდათ. რომ ყოფილიყო 56, იქნებოდნენ ამ პარლამენტში და იქნებოდნენ ხელისუფლება საერთოდ. შესაბამისად, მაგიტო არ არიან იმ პარლამენტში და ჩვენი მოთხოვნა იყო პროტესტის ყველასი ერთად, რომ იქ არ იყვნენ, იმიტომ რომ თუ იქ ხარ 46%-ით, ქართული ოცნება ზუსტად იგივეს აკეთებს ერთპარტიულად, მაგრამ შენ მას ფონს უქმნი. ზუსტად იგივენაირად თვითმმართველობის მუნიციპალურ საკრებულოებში და მერიებში შენ თუ იქნები წარმოდგენილი, მაგრამ ფონს უქმნი უბრალოდ და შენ ძალაუფლება არ გაგაჩნია, ამ შემთხვევაში ჯობია რომ შენ იქ არ იყო გარეთ ხალხთან
და რეჟიმი იყოს იზოლირებული, როგორც არის, დისკომფორტ შეიძლება არ უქმნით, მაგრამ მაგის წყალობით არის სანქცირებული ხელისუფლება საქართველოში პირველად, de facto ხელისუფლება, ხო? არნახული რამ არის, რომ მთელი საქართველოს ხელისუფლება არის სანქცირებული, არ აღიარებული, ეხლა უკაცრავად რამდენიმე მეზობელს რო უწევს და კიდე რამდენიმე სამიტზე მაგალითად ეხლა როცა პირდაპირ დიქტატორებს პატიჟობენ ზოგიერთი ქვეყნიდან, გასაგებია და ძალიან წარმოუდგენელ დიქტატორებსაც მაგალითს მოვიყვან, ხო? სირიაში მაგალითად ეხლა აჰმედ ალ-შარა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტია, არჩევნებით არ მოსულა ხელისუფლებაში, ანუ იარაღით ხელში გადატრიალება მოაწყო ბაშარ ალ-ასადის სხვა დიქტატორის და მოვიდა ხელისუფლებაში. მას აღიარებენ დონალდ ტრამპით შეხვდა, ასე რომ პრობლემა იმაში არ არის, რომ შენ მაინც დემოკრატია უნდა იყო. აქ საუბარი იმაში არის, რომელ ქვეყანას რა შეესაბამება და საქართველოსთვის ეს რეჟიმი არ შეესაბამება საქართველოს იმ მიდგომა საქართველოსადმი, რომელიც დასავლეთში არის, ამიტომ მათ არსად არ პატიჟობენ, არანაირი კომუნიკაცია არ აქვს. სადაც კი პატიჟობენ, არიან ფორმალურად წარმოდგენილი. ეს არის იმის შედეგი, რომ ოპოზიცია არ უქმნის ფონს, რომ ვითომ ყველაფერი ნორმალურადაა და მათ შორის ამ ფონის შექმნის გამო არის, რომ პროტესტი გრძელდება და წინააღმდეგობა გრძელდება. საკითხი სხვა რამეში მდგომარეობს, რომ რეჟიმს უნდა სრული დიქტატურის დამყარება და ამ შემთხვევაში შენ იქნები პარლამენტში, არ იქნები რა, პარლამენტში რო იყვნენ, ამ შემთხვევაში მათი დაკავება არ შეუძლია რეჟიმს, მანდატს მოუხსნის ჩვეულებრივ, ამისთვის მისი უმრავლესობა იქ საკმარისია და დააკავებს ყველას. ან საკრებულოში რო იქნები ამით რა პრობლემა არის, ანუ რა დისკომფორტს უქმნი რეჟიმს. შესაბამისად, არანაირი ეს ბერკეტი არ არის. რეალურად უნდა გავიაზროთ, რომ გეოპოლიტიკური საკითხია, დღეს ძალაუფლება არის მიტაცებული რუსეთის მიერ და ჩვენ უნდა შევძლოთ ძალიან ფრთხილად ამ ძალაუფლების ისე დაბრუნება, რომ თან რუსეთიდან აგრესია არ გამოვიწვიოთ, იმიტომ რომ რუსეთი დღეს ნამდვილად არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, აგრესიული თავის ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, მის სამეზობლოში და სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან სახიფათო პროცესი, რომელშიც ნახეთ, უკიდურესობაზე მიდის ახლა ქართული ოცნება და აიძულებს მათ შორის მეორე მხარეც, რომ უკიდურესობაზე წავიდეს და სინამდვილეში ეროვნული ინტერესების მიხედვით ჩვენ ბალანსის დაჭერა გვჭირდება, ანუ შუაში გავლა ამის, რომ არც პრორუსული პოლიტიკა არ უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ არც ანტირუსული პოლიტიკაც ნამდვილად არ უნდა ვაწარმოოთ. ამ საფრთხეების ვითარებაში გულისხმობ, უნდა გავყვეთ რაღაც შუაში და ყველაზე კარგი საშუალება ამის რა იქნებოდა მრავალპარტიული ქართული საზოგადოების ნამდვილი წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული პარლამენტი, სადაც ყველა ამ პარტიას ექნებოდა საშუალება, რომ თავისი პოზიცია გააჟღერა და ამის შედეგად ჩვენ გვექნებოდა რეალობა, რომელშიც შევძლებდით რუსეთთან და სხვებთანაც დაბალანსება. ამის მაგალითები არის, მათ შორის ჩვენი მეზობელი სომხეთი. უღმის მადლობა. ძალიან საინტერესო შეფასებებისთვის. გიორგი ტომასიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გსტუმრობდა გადაცემის ამ ნაწილში და თქვენ ჩემს საავტორო გადაცემას სტუდია ნომერ 8-ს უყურებდით. ლიზა კვესელოვა უწყებოდი. ნახვამდის.